გადაცემის ამ ნაწილს საქმიან ტურიზმზე საუბარს უთმობთ ტურიზმის მიმართულებით მომუშავე კომპანიების ნაწილში წლის პირველ ნახევარში აცხადებდნენ, რომ საქართველოში კორპორაციულ მასშტაბური ღონისძიებების ჩატარებაზე მოთხოვნა შემცირებული იყო, თუმცა საინტერესოა რა ხდება ახლა, რამდენად გაიზარდა აქტივობა. თემაზე საუბარს კი მაია ბიბილაურთან, BTL ჯორჯიას დამფუძნებელთან ვაგრძელებთ. მოგესალმებით, ქალბატონო მაია, მადლობა თქვენი დროისთვის და გადაცემაში სტუმრობისთვის. მოგესალმებით, მარია. მივესალმებით ჩვენს მაყურებლებს, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ანუ ჩვენი პირველი კითხვა არის, მოდი თავიდანვე გავმიჯნოთ, რასაკურველია, მაგალითად მაის ტურიზმი და მას ტურიზმი. ორი სრულიად სხვადასხვა მიმართულებაა. და თქვენი პირველი კითხვა იყო, რამე შეიცვალა თუ არ. პირველი ნახევრიდან დღემდე, მაშინ როდესაც პირველ ნახევარზე საუბრობდნენ კომპანიები და აღნიშნავდნენ, მათ შორის მაის ტურიზმის მიმართულებით, რომ აქტივობა იყო საგრძნობად შემცირებული, რა ხდება ახლა და რამდენად შეიცვალა ვითარება. მე შემიძლია ჩვენი კომპანიის ჭრილში გითხრათ, რომ ანუ აქტივობა არსებობს, უბრალოდ ის იმ ხარისხის აქტივობა არ არის, რომელსაც თქვათ მოველოდებოდი და რომელზეც ვართ შეჩვეული ზოგადად რა ხარისხის შეკვეთები მოდის, რა რაოდენობის ჯგუფები მოდის და ასე შემდეგ. თუმცა ძალიან მე ვთვლი, ეს ჩემი პირადი აზრია, რომ მაის ტურიზმს დღეს ძალიან მაგრა უჭირს. კი ბატონო, რა იგულისხმება ამ გაჭირვებაში და მათ შორის ხარისხი ახსენეთ, არ არის იმ ხარისხის აქტივობა, არ არის იმ ხარისხის სეგმენტი. რას გულისხმობს ეს უკეთ რომ განმარტოთ? როგორც ვახსენე, ხო, აი მაგალითად მას ტურიზმი ვახსენე, ქორწილების ორგანიზება კიდე ცალკე ტურიზმის სახეობა, კულინარიული, ასე შემდეგ. რას გულისხმობს ხარისხი? ისევ და ისევ დაუბრუნდები, მაგალითად მას ტურიზმს, ანუ არანაირად არავის არ ვაკნინებ, რასაკვირველია, ეგ ცალკე თავის ტკივილი და ცალკე ძალიან დიდი შრომაა, მაგრამ ძალიან მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანო რა. მაგალითად მაის ტურიზმის დამკვეთი, ну აი სიტყვაზე ხა მასავით რა თქმა უნდა გადატანითი მნიშვნელობით საუბრობ. პროექტი რო დასრულდეს, ან მაგალითად რო გითხრას, რომ იცით რა, მინდა თვარეზე ჩუსტები და 2 ბოთლი ბორჯომი დამახვედრო რა. და მაის ტურიზმისთვის, ანუ ესეთი შეკვეთა არ იქნება, თქვათ, გასაკვირი, მაგრამ თან იმ დროს უნდა იცოდე, რომ იქ თუ ვერ მიყავს, ну, პირობითად ეუბნები, რომ იცით რა, ან თვარეზე ხა ცოტა ცუდი სიტუაცია, ცუდი ამიდა და მოდი მარსზე გადაგაფრენდ და იქ დაგახვედრებ ჩუსტებსაც, ბორჯომს და კიდე მაღალი პრემიუმ ხარისხის ჭაჭას სიტყვაზე. ანუ ამის თქმა მინდა. რატო ახსენე მთვარე და მარსი? იმიტომ რომ იმდენად წარმოუდგენლად მაღალი და რთული შეკვეთები არის. ეს ძალიან სერიოზულად ზრდის თვითონ ინდუსტრიის წარმომადგენლებს, იმიტომ რომ როდესაც მოთხოვნა მარტივია, შენ მას მარტივად ასრულებ, როდესაც რთულია, შენ იზრდები როგორც პროფესიონალი და შენი ქვეყანაც ძალიან სერიოზულად ვითარდება. იმიტომ რომ გაქვს რაღაცაზე მოთხოვნა, რაც მაგალითად ქვეყანაში დღეს არ გაქვს. მაგრამ რადგან ეს მოთხოვნა გაჩნდა, ხვალ აუცილებლად გაჩნდება ეს ბიზნესი, რომელიც ამ მოთხოვნას დააკმაყოფილებს. ჩვენ გასაგები აუცილებელია ქვეყანაში, რომ ყველანაირი ტურიზმის, აბსოლუტურად ყველანაირი ტურიზმის მიმწოდებელი ყავდეს, ასე ვთქვათ, მომსახურე კომპანია ყავდეს, თუ გინდ მაგალითად გარკვეული კვებას რო ეთხოვენ გარკვეული ქვეყნებიდან ტურისტები და სტუმრები, ეს უფრო მას ტურიზმს, მასიურ ტურიზმს ეხება და რასაკვირველია ჩვენ ქვეყანა აუცილებლად ადაპტირდება მე იმაზე, რასაც თხოვი, მაგრამ ეს ბევრად მარტივია რომ ადაპტირდე და გააკეთო და მოამზადო ის კვება, ვიდრე ის, რაც მე ვახსენე, მაგალითად მთვარე და მარსი. ну, რა თქმა უნდა, პირობითად და დიახ. აი ამას გულისხმობთ. ძირითადად რომელი ქვეყნებიდან მოდის ეს ხარისხიანი დაკვეთა? და რომელი სეგმენტი ამცირებს ბაზრის ხარისხს? რომელი ქვეყნებიდან მოდის ხარისხიანი? ეს არის განვითარებული ქვეყნები, სადაც ყველაფერი აქვთ უმაღლეს დონეზე თვითონ თავიანთ ქვეყანაში განვითარებული და შესაბამისად შენი ქვეყნიდანაც ითხოვენ იგივე მოთხოვნები აქვთ. მე ძალიან კარგად ეხა ეგ რო ახსენეთ, ისე მტკივნეულად კი არა, მტკივნეულად, მაგრამ ტკბილად მახსენდება ერთი შეკვეთა გქონდა ბრიტანეთიდან. ოღონდ ისეთ რაღაცებს ითხოვდნენ, რომ ტერმინებიც არ ვიცოდით და ადგილზე გვიწევდა ჯერ გარკვევა რა უნდათ და მე იმის გამზადება, მომზადება და რეალიზება. აი ეს არის იმ პროექტის მერე ზუსტად ვიცი, რომ ჩვენ მთელი გუნდი გავიზარდეთ მინიმუმ 1-10 თავით მაინც.
მეორე თქვენ რაღაც მკითხეთ ასე რომელი სეგმენტია ის რომელიც შედარებით დაბალ ხარისხზე ორიენტირებული და უხეშად რო ვთქვათ ბაზარსაც აფუჭებს აზარმაცებს აი ესეთი ტურიზმი, როდესაც ჩამოგდიან სტუმრები, რომელსაც არც შენი სამზარეულო აინტერესებს, კულტურაზე და ისტორიაზე ზედმეტია საუბარი, არც შენი სასმელი აინტერესებს, ანუ არაფერი არ აინტერესებს. ჩამოდის იმისთვის, რომ მაგალითად ნახოს ბუნება ამ მთა, რომელიც მის ქვეყანაში არ არის სიტყვაზე. ესეთი სტუმარი, ნახეთ, აქ თუ მხოლოდ ფულზეა საუბარი. შემოსავალზე. კი, იმდენად ბევრი შემოდის ესეთი ტურისტი, ხო? მაგალითად, ეხლა მე ზუსტად გეუბნებით, რომ თვეში 7 და 8,000 მაის ტურიზმის სტუმარს ჩვენ არ მიგვიღია არასდროს. არ არის ეს. ეს არის მაღალ ბიუჯეტიანი, ძალიან ხანგრძლივი მოსამზადებელი პროექტები. მე მახსენდება ერთ-ერთ ღონისძიებაზე ვიყავი სპიკერი და ვახსენე, რომ ანუ საერთოდ მართლა ესე გახსნილ ვსაუბრობ რა ანუ არ ხატავ რომ ყველაფერი კარგათაა არ წუწუნებ უბრალოდ რეალური სურათია მე არ ვიძახი რომ არ იქა ვიღუპებით არ ვიღუპებით არც დავიღუპებით და ერთ-ერთმა ჩვენი ინდუსტრიის წარმომადგენელმა მითხრა რომ კი მაგრამ შეცვალეთო რა მაშინ ეს მაის ტურიზმიო თქვენ კიდევ რა რახან ესე ფული ასე აქ აღარ იშოვებაო იქ იშოვებაო ფულს ხომ სუნი არა აქვსო და ჩვენი პრინციპი მთელი ჩემის გუნდის პრინციპი რომ ანუ აქვს ფულს სუნი ანუ აქვს მე ვთვლი რომ ჩვენი გუნდის სათითაო თანამშრომელი ყველაზე დიდი პატრიოტი ამ ქვეყნის იმიტომ რომ სხვა ინდუსტრიაში რომ წავიდეს დამიჯერეთ რაც აქ შრომას დებენ ორჯერ და სამჯერ მეც იშოვიან ფულს მაგრამ ფულის გულისთვის არ მუშაობენ მხოლოდ მესმის და ზუსტად ეს არის ის ადამიანი რომ ჩამოდის ის არ ჩვენ ქვეყანას არ უთხრილდება არ ჩვენ ბუნებას არ უთხრილდება ანუ არც არ უთხრილდება არც იმ სერვისს არ ითხოვს ხო როგორც მივხვდი ანუ არც იმ სერვისს ანუ თავისით იღებს იმ სერვისს თავისით იკმაყოფილებს იმ სერვისს არც იმ სერვისს არ იღებს ნახეთ მაის პროექტს რო აკეთებ ჩვენ იმდენ მომიჯნე ბიზნეს ვამუშავებ წარმოუდგენელია უბრალოდ მაგალითად სასტუმრო იქ იქნება რესტორანი მეღვინეობა მარკეტინგული კომპანიები ანუ სულ ახლა ლოჯისტიკის მიმართულებით ყველაფერი ტრანსპორტი ეხ ჩვენ ერთხელ არ ვიცი მოყოლილი მაქვს თუ არა მე მგონი საფეხბურთო კარის გაკეთებაც კი მოგვიწია იმიტომ რომ ჩამოვიდნენ სტადიონის დაქირავება გთხოვეს და თავიანთი თანამშრომელი ორგულდა დავყვეს და არ ვიცი რატომღაც არ იყო იქ მეორე კარი და ნუ მეორე კარიც კი გავაკეთეთ ნუ მე რაც გრჩება ანუ წარმოუდგენელია ხო რომ ვიკითხოთ რომ ანუ რა შუაში ტურიზმი და კარი კი ანუ ისეთი რაღაცები გვაქვს გაკეთებული და შეკვეთილი ანუ ესეც ხო ისევ და ისევ ნახეთ ან ვითარებს აუცილებლად ან ვითარებს ყველაფერს და აი მე ამ სეგმენტის შემთხვევაში კიდევ ერთხელ ვიმეორებ ანუ ის არ უთხრილდება და შენ როცა ჩამოყავს ცოტა მაღალი დონის სეგმენტი იქ სხვანაირი კულტურაა სხვანაირი შეგნება სხვანაირი მიდგომა სხვისი ქვეყნის სხვისი ბუნების სხვისი შრომის მიმართ ნამდვილად. გიპასუხეთ თუ არა პასუხი? კი, ნამდვილად. ვიპასუხეთ შეკითხვაზე. როცა საუბრობთ იმას, რომ ისეთ ხარისხიან სტუმარს ვეღარ ვიზიდავთ, როგორც იყო და ისეთი ხარისხიანი სეგმენტი, როგორც ადრე ირჩევდა საქართველოს, დღეს აღარ ირჩევს. რა არის ამის მიზეზი თქვენი შეფასებით? ცალსახად, ნახეთ, ჩვენ ისევ და ისევ მაის ტურიზმის ჭრილში თუ საუბრობთ, პირველი კრიტერიუმი, ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს არის უსაფრთხოება. როდესაც ქვეყანა, ანუ მithumetes ჩვენ კარგად ვიცით, რომ გაშუქება როგორ ხდება და ანუ რეალურად რა ხდება ქვეყანაში და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი კიდე ანუ გაშუქების სტილს და ხარისხს ხო აქვს მნიშვნელობა. ანუ ეს უკვე იწვევს იმაში, რა ქვია, თქვათ ორგანიზაციაში, ან საერთაშორისო ორგანიზაციაში იმის შეგრძნებას და განცდას, რომ ქვეყანა არასტაბილურია. ქვეყანა, სადაც ადამიანები რაღაც ითხოვენ და მათ მოთხოვნებს არ უსმენენ, ანუ ნახეთ უკვე ის განცდა ხდება, იმიტომ რომ ესეც აუცილებელი კრიტერიუმია, თუ ჩვენ ველოდებით ცივილურ ქვეყნებს, რომ ჩვენი ხმა უნდა ისმოდეს. აი ეს პირველი და მნიშვნელოვანი, თორე სხვა ყველაფერში, ან მე შემიძლია ვთქვა, ჩვენ ხომ პირველი მაის კომპანია ვარ და მე შემიძლია შევადარო საიდან დავიწყეთ, ეს იყო 2011, 14 წლის წინ. მაის მიმართულებით ძალიან წინ ვართ წასული, მაგრამ აბსოლუტურად ნებისმიერი
მხოლოდ ჩვენ ქვეყანაში კი არა, მეზობელ ქვეყანაში მომხდარი მოვლენაც კი პირველ რიგში, ანუ პირველი კვდება მაის ტურიზმი და სულ ბოლო აღსდგება მაის ტურიზმი. იმიტომ რომ როცა თქვენ როგორც ინდივიდუალი გადაწყვეტთ სადმე წასვლა, სულ რომ მიიღოს ეს თქვენი პირადი გადაწყვეტილება. მინდა და მივდივარ და ვუყურებ იმ მომს, მაგრამ როდესაც თქვენ უნდა წაიყვანოთ 200 ადამიანი და თქვენ აგებთ პასუხს 200 ადამიანის უსაფრთხოებაზე, ნამდვილად არ არჩევთ იმ ქვეყანას, სადაც რამე ისე არ არის და 100%-იანი სტაბილობა არ არის, როგორც მოსალოდნელი და რომელიც სასურველია და საჭიროა. კი ბატონო. საკმაოდ ტურიზმის მიმართულებით ხომ საერთაშორისო ბაზარი საკმაოდ კონკურენტუნარიანია, თუნდაც ჩვენ მეზობელი ქვეყნები აზერბაიჯანს აქვს ესეთი ინფრასტრუქტურა, სადაც თავისუფლად შეიძლება უდიდესი ღონისძიებების მასპინძლობა. ამ კონკურენციის ფონზე და ამ მაღალ კონკურენტუნარიანი გარემოს ფონზე საქართველოს როგორ შეუძლია რომ შეინარჩუნოს თავისი ადგილი, თავისი პოზიცია, რითი ვართ ჩვენ, ასე ვთქვათ, ამ რუკაზე გამორჩეულები, ან რითი უნდა ვიყოთ თუ არ ვართ ჯერ? დავიწყოთ იქიდან, რომ იცით როგორ იყო, როდესაც მაის ტურიზმი დაიწყო, ჩვენ სამივე ამ ჩვენ მეზობელ ქვეყნებთან შედარებით ყველაზე იაფი ბიუჯეტურად და ფინანსურად იყო სომხეთი, ყველაზე ძვირი იყო აზერბაიჯანი და ჩვენ ვიყავით სადღაც საშუალო. ეს რო ვილაპარაკოთ ფინანსურად და ბიუჯეტებზე. რაც შეეხება ჩვენს უპირატესობებზე, რა ვიცი, მე მგონი არც არის საჭირო ამაზე საუბარი, იმიტომ რომ შეიძლება ხა როგორც ყველა ქართველი ესე ვფიქრობ, მე და ყველა ქართველი ესე ვფიქრობს, მაგრამ რა ვიცი, დარწმუნებული ვარ, 4 სეზონის ქვეყანა გვაქვს, ყველაფერი შეგვიძლია, მთა გვაქვს, სხვა გვაქვს, ანუ ასეთი ისე განვითარებული ინფრასტრუქტურა გვაქვს, თუმცა რა საკვირველია ხა აზერბაიჯანს მეტი ფული აქვს როგორც ქვეყანას და შესაბამისად შესაძლებლობების მეტია კონგრეს-ცენტრები და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. მაგრამ აი ის ლეგენდა, რომ საქართველოს იაფიანი ქვეყანა, ანუ დღემდე უდევთ ესე იგი ეს მაშინ რა ქვია თავში ჩვენს დამკვეთებს და სულ მოლოდინი აქვთ, რომ იქნება რაღაცა ძალიან იაფიანი. თუმცა შედარებისთვის ხა ჩემი თანამშრომლები რო დადიან გამოფენებზე ევროპაში, ელემენტარული კვება იქ უფრო იაფია ვიდრე ჩვენთან. და აი ეს ძალიან შემაფერხებელი მომენტია დღევანდელი დღისთვის. იმიტომ რომ ძალიან გავიზარდეთ ფასში. სტაბილურობაზე და იმაზე უსაფრთხოებაზე უკვე ვისაუბრე. კი ბატონო. აი ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი. კი ბატონო. ახლა რომელი სეგმენტი აქტიური და მომდევნო თვეების ჭრილში როგორია მოლოდინოვი დატვირთულობა, თუ არის უკვე ჯავშნები? მოგეხსენებათ, მე წინა შეხვედრაზე მოვუყევი კიდევ, ჩვენ ვიყავით წასული ყაზახეთში და უზბეკეთში. ძალიან დიდი ქვეყნებია, დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა ისევ და ისევ უფრო მეტი ლეჟა და მას ტურიზმის წარმომადგენლები არიან იქაც და ამიტომ მაის ტურიზმი როგორც ყოველთვის, აი წარმოიდგინეთ ახლა მაგალითად 200 კომპანიიდან 5 თუ მაის კომპანია და 195 არის ლეჟა კომპანიები. ამ ბაზრებზე დავიწყეთ მუშაობა ძალიან აქტიურად. პროექტებიც კი განვახორციელეთ. სამწუხაროდ განვითარებული ქვეყნებიდან შეკვეთები არც კი მოდის შემცირდა კი არა, აი შეიძლება ტრანსპორტი შეგიკვეთონ, მაგრამ არა სერიოზული მაის პროექტი, რაც არის აი ჩვენთვის ყველაზე როგორ აგიხსნათ, აი სასუნთქია, იმიტომ რომ როდესაც შენ ზიხარდან ხა ცხეთა თბილისის ტურს ნებისმიერი, ანუ მე-5 კლასელიც ვარ ChatGPT-ში შეხვალ და დაგიგეგმავს იმისთანაც, რასაც ხო, ანუ არ არის საჭიროება. და სამწუხაროდ, აი ესეთი ქვეყნებიდან სადაც არ უყვირთ არასტაბილურობა და არადემოკრატიული, თქვა სიტყვაზე მოვლენები და შეჩვეულები არიან, მათთვის ეს ჩვეულებრივია და ანუ არ აშინებთ. აი ეს ქვეყნები. კი ბატონო, ბოლოს მე დაგკითხოთ ფიჩერის პროექტებზე და გეგმებზე. გეგმები ისევ ის არის, ანუ ჩვენ როგორც გითხარით ჩვენივე ინდუსტრიის წარმომადგენლად შემომთავაზა, რომ ეგება შეგეცვალათ მიმართულებაო, მაგრამ არ ვაპირებთ, ამდენი წელიწადია, ძალიან ბევრი ცუდი რაღაც მოხდა, ძალიან ბევრი ჯერ დაეცა და აღსდგა ეს მაის ტურიზმი. ასე ვთქვათ, ჩვენ ამ ეს დონე რომ დავაგდოთ და გადავიდეთ და სხვა რაღაც ვაკეთოთ, მე იმას არ ვიძახი, რომ სხვა რასაც აკეთებს ეს დაბალი დონე, არავითარ შემთხვევაში. უბრალოდ ყველას თავის სეგმენტი, თავისი სპეციფიკა, ისევე როგორც ჩვენზე არავინ არის
დღემდე ოჯახის წევრებმა არიციან რას ვაკეთებ, თორემ მართლა. ამიტომ ეხლა ჩვენივე ინდუსტრიის ისევე მეც არ ვიცი ხო ძალიან სიღრმეში რას აკეთებს ეს მე ვიცი შედეგი, მაგრამ არ ვიცი რა მხელა შრომაიდება ამაში. ამიტომ ჩვენი ის არის, რა ქვია, გეგმები ისევ და ისევ ჩვენ ხომ ორი მიმართულება გვაქვს. ერთი არის ბიზნეს ტრეველი. ანუ ჩვენ ვემსახურებით ლოკალურ კორპორატებს, ეს არის ორგანიზაციები, ბანკები, საერთაშორისო ორგანიზაციები, კორპორაციები და ასე შემდეგ. ვემსახურებით გასვლაზე. ოღონდ არა დასვენება, ისევ და ისევ მივლინება, ხო? რაც გულისხმობს ავიაბილეტს, იმას რა ქვია, ტრანსპორტირებას, სასტუმროში განთავსებას და ასე შემდეგ. თუ საჭიროა კონგრესზე სადაც მიბრძანდებიან იმის დარეგისტრირებას და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. აი მაგ კუთხით ვაპირებთ ისევ და ისევ გაზრდას ჩვენი კლიენტების ფულის და რაც შეეხება შემომყვან მაისს ისევ და ისევ ვაგრძელებთ მაგ მიმართულებით, ასე თუ ისე ყველა გზას ვცდილობთ რომ ვიპოვოთ, თუ გინდ აღმოსავლეთ ევროპა ისევ შეიძლება დავუბრუნდეთ, იმიტომ რომ დასავლეთ ევროპა ეხლა სრულიად ჩემი აზრით, იმიტომ რომ ჩვენ გვყავდა წარმომადგენელი გერმანიიდან ერთ-ერთი ძალიან დიდი კომპანიის და ზუსტ პირდაპირ გითხრა რომ თქვენი კურსი დიდად მაინც არ მოგწონსო და ამიტომ არ ვიცი რატო გადაუხვიეთო და ამიტომ ვერ გეტყვითო რომ თუ შეგვიძლია რომ დაგეხმაროთ. აი ეგეთი უკავშირი. მაგრამ ჩვენ ასე ვთქვათ არ ნებდებით. არა, სადარი ჩამოსაყრელი ყურები რა სამბოთ. ძალიან დიდი მადლობა. გადაცემაში სტუმრობისთვის, ყოველთვის საინტერესო ინტერვიუსთვის და წარმატებები ბიძგს. ძალიან დიდი მადლობა. შევით გულშემატკივრებად კომპანიას. დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ მაია ბიბილაური, ბიჩელ ჯორჯიას დამფუძნებელი და დირექტორი გადაცემაში.